ნამდვილად უპრეცედენტოა და უნიკალური кейსია მიხეილ სააკაშვილის ეს საქმე საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული. ამ ჯალათ და ივანიშვილის რეჟიმის მონამოსამართლეზე რა უნდა ვთქვა, ეს განაჩენი დაწერილია მის ზემდგომ ინსტანციებში, ანუ მურუსიძე ჩინჩალაძეებთან და შესაბამისად ისიც ვიცით მათ ვინაძლევს დავალებას და ეს არის ერთგვარი სიგნალი არა მხოლოდ თავისი მხარდამჭერების მიმართ, რომლებსაც აგულიანებენ, ხედავთ რა მაგრები ვართ, მაინც რეჟიმი როგორ გვიჭირავს სიტუაცია, მაინც კუნთებზე იყურებიან და აგე მიხეილ სააკაშვილი ეხა უკვე 12 წლით, წინაზე ხო 9 წლამდე გაუზარდეს 6 წლიანი სასჯელი, ეხა კიდე 12 წლამდე გაუზარდეთ, მაგრა დგევართ ფეხზე და მეორეს მხრივ გაუგზავნონ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას, რომელსაც ეუნებიან, რომ საერთოდ არაფერი არ გვაინტერესებს, თქვენი პროტესტი, თქვენ პროტესტს საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას, არ გვტკივა, ვერ შეგვაშინებთ და ასევე სიგნალი გაუგზავნოს დასავლეთსაც და უკრაინასაც, რომ ვინც კი წინააღმდეგება ამ კოლექტიურ კრემლის რეჟიმს და კრემლის საცეცებს, ყველას სწორედ ასე დაუსჯით. ეს არის მათი სიგნალი, ეს არის მათი მესიჯი და ამას შეიცავს შინაარსობრივი თვალსაზრისით ის განაჩენი, რაც გამოიტანეს თორე ამ სამართალთან, მართლმსაჯულებასთან, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასთან ამ 12 წელს რო არაფერი საერთო აქვს, ხო ყველას ძალიან კარგად გვესმის, ხო, იმიტომ რომ მესამე პრეზიდენტმა თავის მშობლიურ ქვეყანაში საზღვარი გადმოკვეთა, ასე იყო თუ ისე რა მნიშვნელობა აქვს, ვის არ გადაუკვეთავს საზღვარი, სადეპორტაციო რაღაც ორკვირიანი იზოლატორებით საიმიგრაციო კი ააშენეს, აგერ აეროპორტთან მოყავთ ხალხი და შემდეგ ან ქვეყანაში ტოვებენ, ან სხვა ქვეყანაში აგზავნიან 2-3 კვირის თავზე. ეს არის მთელ მსოფლიოში პრაქტიკა, რა ქართველებმა არ ვიცით როგორ კვეთენ საზღვარს, აქედან გაქცეული ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით თუ რა აღმოვაჩინეთ, ეხლა 4 წლიანი სისხლის სამართლებრივი დევნის საგანი რო გახდა, საზღვრის უკანონო კვეთა დღეს სასამართლოს დარბაზში და გარეთ ვიყავი შემდეგ უკვე დერეფანში და იმის პოსტივის ჟურნალისტი მეკითხებოდა, იყო თუ არა ეს კანონდარღვევით საზღვრის რა კანონ და რა საზღვრის დარღვევა. რამე ის არის, რა ქვია, ჩატაევი შემოვიდა ბილიკებით და იმაზე ყური არ გაუბერტყიათ. ეს არის პოლიტიკური დევნის აბსოლუტურად კლასიკური ნიმუში, ადამიანი, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ, ადამიანი, რომელიც ყველაზე ძლიერი და პოტენციალურად მათი დამმარცხებელი პოლიტიკური ოპონენტია, მას უსწორდებიან ისე, როგორც ასეთ ავტოკრატიულ რეჟიმებს ჩვევიათ და უწერენ განუსაზღვრელ ვადებს, ანუ სანამ ჩვენ ძალაუფლებაში ვართ და ამ ხელისუფლებას ვებღაუჭებით და ვინარჩუნებთ, ეს კაციც იზოლაციაში უნდა ყავდეს საკანში გამოკეტილი. ამ, ასე ვთქვათ, მესიჯს გლობალურად უგზავნიან ყველა დაინტერესებულ პირს. კი ბატონო, ანუ ფიქრობთ ბატონ პეტრე, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს განაჩენი, უფრო მეტად არის რაღაცა გარეთვალისთვის, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის და პუტინისთვის და არა შიდა მოხმარებისთვის საკუთარ ამომრჩეველზე გათვლილი, რომ ესე დემონსტრაციულად ვჯით საქართველოს მესამე პრეზიდენტს. გარეთვალისთვისაც არის, რა თქმა უნდა, გარეთვალისთვის როგორც პუტინს ასიამოვნონ ერთის მხრივ, მეორეს მხრივ უკრაინაში მიაწვდინონ ხმა, რომ ასე ეპყრობიან რუსეთის სატელიტები რუსეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ აქტორებს, რა თქმა უნდა, გარე მესიჯიც არის, მაგრამ ქვეყნის შიდა კონიუნქტურასაც გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ მათი ეს პრორუსი 15-20% რაც ყავთ საბაზისო ამომრჩეველი არის სისხლს მოწყურებული, ესეთი ბოროტი, ჯალათური გადაწყვეტილებების სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ბევრ ამ ადამიანს სიამოვნებს და მათაც გაუგორეს კოჭი, აქ დასამალი არაფერი. კი ბატონო, და ბატონ პეტრე, ამ კონტექსტში გკითხავთ სწორედ რუსეთთან კონტექსტში და ვეთქვი ჩვენს მაყურებელსაც, რომ გურიის მოამბე ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოში ვლადიმერ პუტინის პირადი ექიმი ლეონიდე ბოკერია იმყოფება ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, ის რამდენიმე დღეა რაც საქართველოშია, 2 დღის განმავლობაში დელეგაცია ფოთში იმყოფებოდა, გუშინ საღამოს კი შეკვეთილში სასტუმრო პარაგრაფში გადაინაცვლეს. ჟურნალისტების ჯგუფში არიან NTV-ს, ტევერასიას, ისტანინკოს გადამღები ჯგუფები,
დეტალები. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად ვისი მიწვევით იმყოფება რუსეთის დელეგაცია საქართველოში. არსებული ინფორმაციით ჟურნალისტები გადაღებებს აწარმოებენ, თავად ლეონიდე ბოკერია კი დახურულ შეხვედრებს მართავსო და შაბათსაც ნოდარ მელაძის შაბათში ასევე იყო რეპორტაჟი ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, სადაც გაირკვა, რომ ის რუსეთთან მუშაობს იმისთვის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზეც არის რაღაცა მისი სურვილები და მცდელობები. ბატონ პეტრე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? დარწმუნებული ვარ, აი ამ პუტინის ექიმის ვიზიტიც რაღაცა შემთხვევითობა არ არის და უბრალოდ დასასვენებლად ალბათ არ იქნება ეს ადამიანი ჩამოსული. ხო, აი რა სიტყვით ამ ყველაფერზე? ახლა მე თქვენგან გავიგე პირველად ეს ამბავი პუტინის ექიმთან დაკავშირებით, მაგრამ აი ახლა უსმენდი თქვენ გადაცემაში როგორ აღიზიანებთ აი კოლექტიურ მათიკაშვილებს ევროპული ინსტიტუციები, ბიუროკრატებს რო ეძახიან თითქოს რაღაცა სალანძღავი სიტყვა იყოს ბიუროკრატია. სინამდვილეში ეს არის ინსტიტუციები, რომელიც ხელმძღვანელობენ წესებით, კანონებით, საგარეო პრიორიტეტებით მათ შორის და არ აქვთ ერთ პიროვნებაზე სწორება და ერთი პიროვნების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი არ არის მათთვის კანონი, არამედ საერთაშორისო სამართალი და ეროვნული კანონმდებლობებია მათთვის უზენაესი და აქედან ამოდიან ამ პრინციპებიდან, ამით ხელმძღვანელობენ. არ აქვს მნიშვნელობა კაია კალასი იქნება თუ შემდეგი საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის, საერთო ხაზს, საერთო პრინციპებს და ინსტიტუციონალურ წესწყობილებას გაყვებიან ყოველთვის ეს ადამიანები. ამათ ეს არ მოსწონთ. ამათ მოწონთ სიტუაცია, როგორიც არის რუსეთში, კრემლში, როგორიც როგორც აქვს ლუკაშენკოს მოწყობილი მინსკში, როგორიც რისი კოპირებაც მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში და ეს ექიმები, ბოკერიები და სხვები ერთიანი რუსულ-ქართული ესტაბლიშმენტის ნაწილი არიან, ისევე როგორც ამ ესტაბლიშმენტში ეგრეთ წოდებულ ჩაეწერა იგივე ბატონი ფარცხალაძე, რომელიც ცდილობს აი რაც თქვენ ჩამოთვალეთ სხვადასხვა მიმართულებებით აქტიურობს, ხო? საბოლოო ჯამში ამათი მიზანი რა არის? გააერთიანონ, ანუ საქართველო მიუერთონ რუსეთს, რუსეთის ნაწილად აქციონ ეს ქვეყანა de facto და შეიძლება de jure-დაც, იმიტომ რომ de facto პრაქტიკულად აქ სუვერენულ გადაწყვეტილებებს საქართველო ვეღარ იღებს, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ცალკე ქვეყანა ვართ, ცალკე ესე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი ერთეული ვართ, გაეროში რეგისტრირებული, მაგრამ სუვერენიტეტი როგორც ასეთი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება უკვე წლებია ჩამოერთვა საქართველოს, თუ ვინმეს აინტერესებს განსაკუთრებით ოცნების მხარდამჭერს, კრემლში მიიღება ჩემო ძვირფასებო, თქვენს მაგივრად გადაწყვეტილება და იმ კრემლშივე მიიღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ აი სოხუმთან თუ გინდათ ურთიერთობების აღდგენა და სოხუმის აფხაზეთის შემოერთება საქართველოსთან, ეს იცით როგორ ხდება? თქვენ უერთდებით რუსეთს და ამას მოყვება შემდეგ უკვე აფხაზეთთან ერთიანი არ აქვს ამას უკვე პრინციპული მნიშვნელობა, კონფედერაცია იქნება თუ როგორ დაგალაგებენ და როგორ შეაჯამებენ ამ თქვა ტერიტორიულ ერთეულებს, ამასაც გადაწყვეტს პუტინი და ნარიშკინი და ეს კომპანია. და რა თქმა უნდა, ექიმები, ფარცხალაძეები, სხვა აი ამ დიდი ესტაბლიშმენტის ამ კოლექტიური კრემლის წარმომადგენლობის სხვადასხვა აქტორები და სუბიექტები ამ დიდი გეგმის განხორციელების პატარა პაიკები და ჭანჭიკები არიან, რომლებიც მოძრაობენ, რაღაცას აშუქებენ, კონსულტაციებს გადიან, შეიძლება ვიღაცას მკურნალობდეს კიდევაც, არ ვიცი, არ გამოურიცხავ. ყველას თავისი საქმე აქვს და ვის უმკურნალებს და ვის სანახავად ჩამოვა დაახლოებით ამასაც ხვდებით, ხო? როდესაც პარაგრაფზე და გურიაზე არის საუბარი, მაგრამ დიდი გეგმა დიდ სურათში არის აბსოლუტურად ნათელი ჩვენთვის, რომ იმისათვის რომ რაღაცა ასე ვთქვათ, ივანიშვილმაც წარმატება ბრჭყალებში აჩვენოს საკუთარ ხალხს და ქვეყანას, მას გაუკეთებენ იმ პროექტს, რასაც ქვია საქართველოს რუსეთის ფედერაციაზე მიერთება, ოღონდ შეეცდებიან მოგვასყიდონ ეს ყველაფერი ისე, რომ თითქოს აი ჩვენ შემოვიერთეთ აფხაზეთი.
კი ბატონო, არის თუ არა აი რაღაცა რუსული პროექტის, რუსული სტილის ნაწილი ბატონ პეტრე, მათ შორის ის გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებენ რეპრესიულ გადაწყვეტილებებს გულისხმობ მედიასთან დაკავშირებით და დღეს ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა საერთოდ პროცესების გადაღებაც სასამართლოში კი აგვეკრძალოს მედიის წარმომადგენლებს, აღარ ვამბობ იმ ტიპის შეზღუდვებზე, რასთან დაკავშირებითაც უკვე მათ კანონპროექტი შემუშავებული აქვს. ხო, აი საითკენ მიყავს რეალურად ეს პროცესი და მთავარი ალბათ როგორ უნდა შევაჩეროთ, აი რა უნდა გავაკეთოთ, რომ მართლაც რაღაცა თლიანად რუსეთს არ დავემსგავსოთ შინაარსით. აბსოლუტურად ანუ საერთოდ ეჭვი არ მეპარება, რომ შინაარსით, სახელმწიფოებრივი მოწყობით, იმ დიქტატორული პრინციპების ცხოვრებაში, რეალურ ცხოვრებაში გატარებით, თავისუფალი მედიის აკრძალვით, განსხვავებული აზრის ჩახშობით და ასე შემდეგ, ზუსტად ლუკაშენკო პუტინის, ესე ვთქვათ, ერთგვარი ადგილობრივი ნაირსახეობა იქნება სულ რამოდენიმე თვეში საქართველოს და ეს თუ ოცნების რომელიღაც ამომრჩეველს ახარებს და ფიქრობს, რომ დაისვენებენ რახან კრიტიკული მედია აღარ იარსებებს, შემდეგი ნაბიჯი ძვირფასებო ის იქნება, რომ სოციალურ მედიაზე წვდომაც და თავისუფალი აზრის მოსმენა და გაგება სოციალური მედიიდანაც შეუძლებელი გახდება, იმიტომ რომ სწორედ აქეთ მიდის ყველაფერი, სოციალურ მედიაზე გადავა მთელი დაწოლა, როდესაც მოხდება კრიტიკული სატელევიზიო და სხვა მედიების აკრძალვა, მაშინ გადავა უკვე ინტერნეტში ყველაფერი, სოციალურ მედიაზე, Facebook-ში, YouTube-ზე და ამის დაბლოკვა და ამის აკრძალვაც არის უკვე შემდეგი ეტაპი კვირებში და თვეებში თუ არა მომავალ ერთ-ორ წელიწადში თუ ესენი არ დავასრულეთ, ესეც აუცილებლად მოხდება და როგორ ისიამოვნებთ მე უკვე თქვენც რო გაქცევას დაიწყებთ სხვადასხვა მიმართულებით შეერთებულ შტატებში რთული იქნება უკვე ამ პირობებში შესვლა და საზღვრისკვეთა. ევროკავშირი დღეს თუ არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, შენგენის ზონასთან, ესეც აუცილებლად დასრულდება და ეს აღარ ექნება ქოცური ტიპის და ამ მოწყობის ქვეყანას, რუსულ-ბელორუსულს, იქაც ვერ გაიქცევით და მოგიწევთ ლუკაშენკოს ტიპის დიქტატურაში ცხოვრება. აღარც ეკონომიკური განვითარება იქნება, აღარც ის მაღალი ფასები უძრავ ქონებაზე, რაც მოგწონთ და გსიამოვნებთ, იმიტომ რომ ინვესტიცია, როდესაც არ შემოდის და ინტერესი შენი ქვეყნის მიმართ არ არის, აღარც იმ უძრავ ქონებას და სახლებს და მიწის ნაკვეთებს მაღალი ფასი აღარ აქვთ. ტურიზმისთვისაც გახდება არა მიმზიდველი და არა საინტერესო. ბელორუსიაში ბოლოს როდის იყო ტურიზმის, ესე ვთქვათ, მოზღვავება, მე რაღაც არ მახსოვს და ვერ ვიხსენებ და არც გამიგია, ან მით უმეტეს ირანში ან ჩრდილო კორეაში, აი ესეთ ტიპის ქვეყანაში ჩაკეტავენ და გამოსავალი რა თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილი იყო, არის ძალების კონსოლიდირება, ერთიანობა, პოლიტპატიმრებზე როდესაც ვსაუბრობთ და მათ თავისუფლებაზე პოლიტპატიმარი თუ ვინმეა სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, იმ სინდისის პატიმრებთან, იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც დაასახიჩრეს, მოწამლეს, წემეს და შემდეგ ციხეებში ჩაყარეს, რა თქმა უნდა, მაგრამ მიშა სააკაშვილიც პოლიტპატიმარია და მის გასათავისუფლებელადაც უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ მასაც ბევრი შეუძლია, დიდი ძალა შეუძლია შესძინოს თლიანად ამ ოპოზიციურ მოძრაობას და რეჟიმის დასრულებაში დაგვეხმაროს, ამიტომ მის მიმართ ეს ეჭვიანობა და სხვადასხვა კომპლექსები უნდა მოვიხსნათ და ეს ნაბიჯი უნდა გავბედოთ და გადავდგათ და ამოცანა და მიზანი, რასაც უნდა ვისახავდეთ, არ უნდა იყოს ეს თვითმიზნად გამოცხადებული რაღაც გაუგებარი ეფემერული არჩევნების ჩატარება ისევ ამ CSKOT-ი, ამ SUS-ით და კობახიძის მთავრობით, არამედ ეს მთავრობა უნდა დაასრულო, რეჟიმი უნდა ვერტიკალი უნდა ჩამოშალო და დროებითმა მთავრობამ შემდეგ უკვე უნდა ჩაატაროს ის საპარლამენტო არჩევნები. აი თანმიმდევრობა ასეთი არის ოპოზიცია, ასეთი უნდა იყოს ოპოზიციური მოთხოვნების და მიზნების. ძალიან დიდი მადლობა, პეტრე ცისკარიშვილს, მე კი მაყურებელს ვეტყვი, რომ სულ ცოტა ხნის წინ